ბრუნდებით ეთერში, არაფერი განსაკუთრებული, სრულიად ჩვეულებრივი ბატონმა ბოკერიამ მოწმევა, ბატონმა ბოკერიამ და ბელიამ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ძალიან თბილად სხვა ჩემს. ბატონ ნიკა. არ ხდება ჩვეულებრივი ამბავი საქართველოში, არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში. ხელისუფლება უპრეცედენტოდ ცუდია და ოპოზიცია უპრეცედენტოდ პასუხისმგებლობია. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ. რაც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოს არ ახსოვს ოპოზიციის ესეთი პასუხისმგებლობა და ერთიანობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხის წინააღმდეგ. ბატონ მარგველაშვილმა ლოგიკური ახსნა უპოვა ამას და მეც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ პირველად საქართველოს ისტორიაში არ მხოლოდ ოპოზიცია ესეთი ერთიანი ამბავით ხელისუფლებას მივყევართ რუსეთისკენ, ეს ნამდვილად ასეა, ეს არ უქნია არც ერთ ხელისუფალს, ვერავის ვერ დავაბრალებ, მათ შორის იმათაც, ვინც ძალიან არ მომწონდა. ბატონ შევარდნაძის გულისხმობა. რას ფიქრობთ თქვენ? სადამდე შეიძლება მივიდეს ოპოზიციური ერთობა? ჩვენ დღეს ინტერაქტივი გვაქვს. ძალიან საინტერესო ჩემი აზრით, ისურვებდით თუ არა მესამე და მეოთხე პრეზიდენტების ერთად ხილვას ბიძინა იმაშვილის წინააღმდეგ. 95% ამბობს რომ კი ისურვებდა. ეს არის საზოგადოებრივი პოზიცია. სპეციალურად ავიღეთ მესამე და მეოთხე პრეზიდენტები. არ არის მათი შერწყმა ერთობლივ პოლიტიკურ პოზიციაში მარტივი, რომელიმე მხარდამჭერებისთვის, ხო? მაგრამ ხედავთ რომ 95% ამბობს რომ კი ისურვებდა. თქვენ როგორ ხსნით ამას? დიახ, მე ვფიქრობ რომ ისეთი ვითარება პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური შექმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში, ბატონი ედუარდ შევარდნაძეს რომ ყოფილიყო ცოცხალი, ისიც კი ალბათ დაფიქრდებოდა და მე ვფიქრობ ხარდაჭერა განცხადებებს გააკეთებდა დღევანდელი ოპოზიციის, ანუ საუბარი არ არის რა თქმა უნდა ზუსტად განსახურდაზე, ამიტომ ეხა ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე და დემოკრატიულ დასავლურ მომავალზე, მათი ადგილი არის ხალხის გვერდით, ხალხთან ერთად, ხალხის წიაღში. ძალიან მარტივი არჩევანია რა. ან გახარ დღეს ძალიან მდიდარი ერთ კერძო პირის ინტერესის სამსახურში, ან გახარ ხალხთან. და ხალხის ნაწილი ვართ ჩვენც ოპოზიციური პარტიები, მათი წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და შემდგომ, რომელსაც ხარს უჭერს ასე უპრეცედენტოდ მთელი საერთაშორისო საზოგადოება. აქედან დაასკვნა რომ ბატონი ივანიშვილი არის თითქმის სრულ იზოლაციაში უკვე ახლა 2020 წლის თებერვლის თვეში. ამიტომ მე შიდა იზოლაციაზე ლაპარაკობთ? შიდა იზოლაციაზე არ გულისხმობ მხოლოდ იმ გზას ადგას, რომელიც საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ მას მოვაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში. საბოლოო ჯამი მაინტერესებს, ეს მითხარით. ისეთ რა არის ეს განცხადებები, არ უნდა იყოს აღქმული ჩვენი ევროპელი კოლეგების, პარტნიორების, სენატორების, ასევე კონგრესმენების, მხოლოდ ქართული ოცნების გამომაფხიზლებელ განცხადებებად. ხო, ეს არის ქართული ხალხის მხარდასაჭერი განცხადებები და მე არ მგონია რომ ეს განცხადებები უსასრულოდ გაგრძელდება მხოლოდ აი ამ რეჟიმში ერთი და იგივე ტექსტი განცხადებებში აღარ ჩაიწერება და ეს განცხადებები კიდევ უფრო დამძიმდება და ეხა სადამდე მივა ეხა ამ პროგნოზისგან თავშევიკავე. ანუ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ანუ შენ რასაც ახლა ამბობ, ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხისთვის საჭიროა, ანუ რეალურად მისი მოთხოვნაა, რომ ბიძინა ივანიშვილის იზოლირება საერთაშორისო თანამეგობრობამ მოახდინოს იმისთვის, რომ დემოკრატიის მიმართულებით სიტუაცია შეიცვალოს. მე ვამბობ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა იმას, რასაც მიხვდა ყველა ჯანსაღად და საგადმოადმე საქართველოს მოქალაქე, რომ ქვეყანა გაცდა დემოკრატიისა და კონსტიტუციურ ფარგლებს და იმართება ძალიან დიდარი ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, რაც კავშირშია სახელმწიფოსთან. აბსოლუტურად არაფერი არ აინტერესებს და დაადგა მათვისაც კი ნათელია უკვე საერთაშორისო საზოგადოებას გულისხმობ ავტორიტარიზმის გზას. ანუ ავტორიტარიზმი ხო არის ის მართლობის სისტემა, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში დევნას ოპოზიციური პარტიების, მათი ლიდერების მორჩილებაში აყვანას მოსახლეობისა და აშენაში ეს დაინახეს მათ. ამიტომ როდესაც ასეთი განცხადებები როგორც გაკეთა უკვე კეთდება, ჩვენ უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კიდევ მძიმე პოლიტიკური შეცდომა ჩემის აზრით განგებთ, უნებრივ დაუშვა ქართულმა ოცნებამ
და სილა გააწნა ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, ოდესაც დაპირდა რომ დევნაში შევწყვეთ პოლიტიკურს და რატომაც ესე სამართლებრივ დევნას ეძახიან და შევთანხმდებით ოპოზიციურ მთლიან კლასთან იმ საარჩევნო სისტემასთან, რომლითაც გავა ქვეყანა არჩევნებზე, სრულად საპირისპირო გააკეთა ივანიშვილმა და ეხლა ამის შემდეგ მე პირადად ველოდები კიდევ უფრო მკვეთრ განცხადებებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აი სადღა ამაზე მკვეთრი ბატონო სადღა ამაზე მკვეთრი აი რას ელოდებით ამაზე რეალისტურია ამაზე მკვეთრი განცხადება უკვე აღარ იქნება უნებრივია როდესაც განცხადებებში უკვე იწერება მინიშნებით რომ თუ ეს სტატუს კო არ შეიცვლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების ლეგიტიმაცია ეს უკვე არის საგანგაშო ეს საგანგაშო არის ბიძინა ივანიშვილისთვის იმიტომ რომ ამაზე ნათლად ეხა დიპლომატმა პოლიტიკოსმა საერთაშორისო დონეზე რა უნდა გააკეთოს განცხადება რა მაინდა-მაინც რომ დარწმუნდეს საბოლოოდ რომ ზურგის რეაქცია ყველა პარტნიორმა ბიძინა ივანიშვილს სანქცია უნდა დაეკისროს და ანგარიშები უნდა გაეყინოს ბიძინა ივანიშვილს შეფასებები ოცნების ძალიან მაღალ ჩინოსნების მოდი ასე ვთქვათ მაინც დღეს კალაძე ზედაპირული განცხადებებია იმედზე საერთოდ ხო ეხა იმედზე ერთი საათის წინ გადიოდა მე რამდენი უკვე ვრცელი სიუჟეტი NDA და IRA-ის წინააღმდეგ რომ ესენი ეწევიან ანტისახელმწიფოების პოზიცია არის დასაგებების პოზიციაც არის უნებრივია ხა აჩიკო თალაკვაძე არ ვიცი კალაძე ახსენეთ აჩიკო თალაკვაძე ეს ადამიანები არაფერს მიუხედავად მის კარიკატურულობის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი ბატონო მაგრამ ეს ხაღალძე თორე აჩიკო თალაკვაძეს რაც გაუკეთა პირველ რიგში მოდით ახლა სანამ თანამდებობას იკავებს ხა ჯერ ადამიანი ხო რაღაცა ოჯახის წარმომადგენელი ხა წარმოვადგენ რაღაცა სოციალურ წრეს და მე რა თქმა უნდა ინტერესებს თუ ასეთი ინტერესები და იდეოლოგია მithome რომ აქვს შენ პოლიტიკურ პარტიას ხო მაგრამ რაღაც თამოყარეობაც ხომ უნდა კონდეს იქვე ხო რაღაცა ფასოლობა რაღაცა ღირსება ხომ უნდა კონდეს კაცი არ წმუნებდა კონგრესმენებს რომ ახლა ჩავალთ თბილისში და ვეცდებით ყველანაირად რომ მოვაწესრიგოთ ეს მძიმე ვითარება და ჰაერში იყო როდესაც გიგი უგულოვა დააკავეს და დღეს განცხადებას აკეთებს 60%-ს ავიღებთ არჩევნებზე ქართული ოცნება და მე ვიცი რატომაც კეთება ეს განცხადებები და არა მარტო თალაკვაძე აკეთებს ყველა იმედი გამოუქვეყნებს იმიტომ რომ მათ აქვს ჩატარებული კვლევები სოციოლოგიური კვლევები ნიკა სადაც საკუთარ წევრებსაც ხარდაჭერებსაც კი არ სჯერათ რომ ქართული ოცნება აიღებს იმ დეხმას რაც დააკომპლექტებინებს მათ მთავრობას და მიიღეს ეთო გადაწყვეტილება რომ აი ესე თავხედურად ისაუბრონ 60%-ს მიიღებს თითქოს ანუგეშო 60%-ის ამღებები თეორიულად რომ იყვნენ ხომ ახლა ასე ააბობოქრებდნენ თელს მსოფლიოს მათი წინააღმდეგ საარჩევნო პროპორციულ სისტემას უკან ხო არ წაიღებდნენ არჩილ თალაკვაძე ლეგიტიმური კითხვაა ხო რაში ჭირდებოდა მაგალითად არჩილ თალაკვაძეს ამერიკაში მყოფს აი ესეთი ტექსტებით მოლაპარაკეს ხო მოდი ასე ვთქვათ ცუდ მდგომარეობაში მყოფს და სავარაუდოდ ბევრი შეპირების გამცემს ხო გასაგებია რატომაც სხვა ადამიანებს იგივე კალაძეს ევროპარლამენტში და რაში ჭირდებოდა გიგი უგულოვა ციხეში ეს ხო ერთმნიშვნელოვნად არ არის სავარაუდოდ მე ესე ვარაუდობ არ ვიცი ლოგიკურად ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს წესით მათი გადაწყვეტილება ხო დიახ და როგორ ხსნიან ამას ხსნიან თვითონ რა არის ჯერ თვითონ როგორ ხსნიან რა უტიფარ ახსნას პოულობს ქართული ოცნება აღიარებენ თითქოს რომ ეს პოლიტიკურად ჩვენ ძალიან დიდი დარტყმა იყო მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელია და რა ვქნათ აი ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოებას ასე ესეუბრებიან მოისმენთ ხო არაერთმა გააკეთა ეს განცხადება ანუ ჩვენ კი ხვდებით რომ ეს პოლიტიკურად ჩვენ დიდი დარტყმა იყო მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელი და გათხოვთ რაზე იმაზე რომ სამთავრობო პროპაგანდამ რომელშიც იხარჯება რა ვიცი მე 100 მილიონი დოლარი ლარი 60 მილიონი მარტო ეხლა მაუწყებელზე იხარჯება იქ 30 მილიონი იმედზე და ასე შემდეგ რომ იქნება აი ამ ასე რახარუხით ფრაზებით მე ვიღაცები მართლა დავაჯერო ამ უტიფრობაში სინამდვილეში ხა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ბოლო კარტი გაათამაშოს ჩემისაც ეს კარტი უკვე არის გაჭრილი რომ იქნება პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებით მე შიგნით ქვეყნის შიგნით ეს ოპოზიციური მოძრაობა შევასუსტო სინამდვილეში კატეგორიად რომ გაჭრილია ეს კარტი იცით რა იმიტომ რომ კარგით ეხა დაგვიჭირეს ყველა 5 6 7 8 10 50 100 ადამიანი არ დარჩება ეს ადგილი
აუთვისებელი და ეს არ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ესეთი მარტივი ამბავიც არ არის, ხო თქვენი დაჭერა უგულავას დაჭერა. ეს არ დაეთქვა ოპოზიციურს. ეხლა გიგი უგულავას დაკავებით რა ჩაახშეს ოპოზიციური მოძრაობა ან ენთუზიაზმი დაგვაგდება ან мотиваციება მოდი ასე ვთქვათ. დარტყმა მიაყენეს რას? რაღაც თვალსაზრისით დარტყმა მიაყენეს. ასაგებია, მაგრამ გიგი უგულავაზე თუ არ განჩენდა, არა, მე ფიქრობ გიგი უგულავა დიდი რაოდენობა დაგროვდა კიდევ უფრო მეტი დარტყმას პოლიტიკური პატიმარი უფრო სერიოზულ პრობლემებს კიდევ უფრო შეუქმნის მატროსოვის ციხიდან ვიდრე გარედან. ეს ამის თქვენ რა გონიათ ამას ვერ ხვდება ივანიშვილი, როგორ galmartavt მის პოზიციას? აი ამის თქმა მინდა რომ ხალხს ეჭიდება ერთი მხრივ ცდილობს ამაოდ რომ იქნებ რამენაირად შიში დავთესო, მაგრამ აღარ ითესება, აღარ მოვა ის მოსავალი შიშის გამორიცხული და მეორე მხრივ სიგნალს აგზავნის საკუთარი გუნდის წევრებთან, საკუთარი გუნდის წიაღში, რომ ისე უნდა წარმოჩინდეს, რომ შევხედეთ, მე ისეთ ფორმაში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მაკრიტიკებს ამერიკელი კონგრესმენიც, ევროპარლამენტარიც, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მაინც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და ემად რაღაცნაირად რამე არ შეგეშალოთ. ჩემს საწინააღმდეგო დეკომპრომატები გვარამიესთან არ მეიტანოთ, ტელეპრიველთან არ მეიტანოთ, ეხლა 8 წლის განმავლობაში ეხლა თორემ ეხლა სადაც ამათ მე უკანონოდ ციხე-კარებს უღებ თქვენს გაგიგებთ მithumetes. მაგრამ ესეც არ მუშაობს. ორი საკითხი მინდა მაგასთან დაკავშირებით ვთქვი. პირველი, რა ქართველები როგორ ფიქრობ, როგორ აღიქვავენ, როცა ივანიშვილი ეუბნება, რომ იცი რა ფეხებზე მკიდია ამერიკა რას მეუბნება. ეს პოზიტიური მესიჯია ქართველებისთვის. ქმედებებით ეუბნება ამას, ხო? ეს ძალიან მარტივად აღქმადია, ხო, ეს სიგნალი. ქმედებებით ეუბნება. იცით რა პოზიტიური მესიჯი როგორ არის? მის ხო, მოგეკითხებ თქვენი აზრი. სხვა მას არაფერი სათქმელი უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ აჩვენოს ირიბად, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია მისთვის არის უმნიშვნელო. წინა შემთხვევაში ის უნდა ჩაგვარდეს უკვე, ხალხს უნდა ჩაბარდეს დღესვე. და მეორე საკითხი, აი ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ალბათ თქვენს გაგიგიათ პოზიცია, რომ ეს ამას სპეციალურად ხო არ შევა, რომ რუსები შემოვიდნენ. არა, ეხლა ესე მარტივად ეხლა. არა, ეს ძალიან გავრცელებული კითხვის ნიშანია საზოგადოებაში. ჩემი კითხვის ნიშანი არ არის, მე უბრალოდ საზოგადოების კითხვის ნიშანია და მინდა რომ საერთაშორისო საზოგადოებაც ყავ ვიმეორებ და მთლიანი საზოგადოება ჯანსაღი ნაწილი აბსოლუტური უმრავლესობა როგორც არასოდეს არის ერთიანი. და ასეთ შემთხვევაში მენდეთ თავად რუსეთის ფედერაციას, რომელსაც აქვს ძირგამომთხარი ინტერესები ჩვენს ქვეყანაში, მათაც კი არ აწყობთ დღეს ბიზინა ივანიშვილი. იმიტომ რომ სუსტი დაძაბუნებული პოლიტიკურად ბიზინა ივანიშვილი მათ არ აწყობთ, რამე თუ იციან რომ ის ხარდაჭერა რაც შეიძლება იყოს რაღაცა ნაცისი. არ აწყობთ როგორც ამ ქვეყნის მართველი ამაზე ლაპარაკობ. არა, საკუთარი იმპერიალისტური განზრახვების სისრულეში მოყვანისათვის მათ არ აწყობთ რუსეთის ფედერაციას ჩემის აზრით ღია მხარდაჭერა დღევანდელი დასუსტებული ბიზინა ივანიშვილის სასარგებლოა ივანიშვილი. ბიზინა არ ყოფილა შევარნაძის სასარგებლო განცხადებები რა კეთდებოდა ბოლო დროს რუსეთის ფედერაციიდან ასლან აბაშიძეს რუსეთის ფედერაციამ ღია მხარდაჭერა რატო არ აღუყვა პირიქით ხო ჩამოფრინდნენ და წაიყვანეს არა იმიტომ რომ მას ეხა რუსეთის ფედერაციისთვის რა არის ეხა არ მეყოლება ივანიშვილი ის ფიქრობს იქნებ იპოვო ვინმე სხვა და ჩავანაცვლო, იმიტომ რომ ივანიშვილი ჩემი ზღაპრით არის გაკოტრებული პოლიტიკური ფიგურა, უბრალოდ მას აქვს ძალიან ბევრი ფული. ხო, სხვადასხვა ისეთ საინტერესოა მათთვის, ვისაც შეიძლება ცალ-თვალ ეპარებოდეს ჩრდილოელი მეზობლისაკენ. აი, რატო არც ერთი ხარდაჭერი განცხადება არ კეთდება? დაუშვათ აქ თეორბუნებრივ არც გაკეთდება, რატო არ კეთდება? როდესაც მთელი მსოფლიო რაზმში ჩადგა და აკრიტიკებს ქართულ ოცნებას და ხარს უჭერს საზოგადოებას ამ დემოკრატიულ ძალებს, სხვა საკითხთან დაკავშირებით, სად არის რუსეთის ფედერაციის ერთი მაინც განცხადება, ხო? არც კარგს ამბობენ, არც სულს ამბობენ. ასეთი ჩემი პოზიცია რომ დღეს ბიზინა ივანიშვილიც პრობლემა არის, პუტინისთვის დღეს ბიზინა ივანიშვილის პრობლემა არის. იმიტომ რომ დღეს პუტინის ფედერაციის მხრიდან ღია მხარდაჭერა ივანიშვილისა ნიშნავს მათი მთელი ეს რეზიდენტურული რაღაცა ქსელის ჩამოშლას ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ შეუძლებელი არის რომ ბიზინა ივანიშვილს გადააყოლოს სამწუხაროდ ამ დღეის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციამ საკუთარი ინტერესები და იგი ეცდება რომ მომდენო ფიგურა ვინმე დაბადოს ივანიშვილის ნაცვლად, მაგრამ ესეც განწირულია. ნიკა, რა მაინტერესებს იცით? გიგა ბოკერიამ ამ ეთერში თქვა რომ არ ვიხილავთ ჩვენ ერთიან სიას, თუმცა ჩემ შეკითხვაზე აი
თუ რაციონალურად ამ ყველაფრის შეფასების მერე მიხვედით დასკვნამდე, რომ ეს გამარჯვების, ასე ვთქვათ, გარდამტეხი იქნება გამარჯვებისთვის, მათ თქვა რომ დავუშვებ ამას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს არ განიხილება. თქვენ რას ფიქრობთ ამ მიმართულებით? ერთიან სიასთან დაკავშირებით. ერთიან სია versus ერთიანი პროპორციული სია ამ წუთის მდგომარეობით მეც მიმაჩნია რომ არ იქნება მართებული და არც რეალისტური ერთიანი პროპორციული სია, თუმცა ერთიანი მაჟორიტარული სია გასაგებია, ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ასეც იქნება ძირითადი პოლიტიკური პარტიები, ამაზე შევთანხმდებით და ამის ასე ვთქვათ, თქმის საშუალება მეძლება ემპირიული მონაცემებით, ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ახლობით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. მე პირადად როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვარ ერთ-ერთი ჩართული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პარტიებთან, რომ გავიგოთ პირველ ეტაპზე ვის რა ინტერესი აქვს, ანუ ვიპოვოთ მაქსიმალურად ბევრი შეხების წერტილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად 73-ვე ოლქში უპირობოდ შევთანხმდეთ. ანუ ჩვენ არ შევედით ამ დისკუსიაში იმ წინაპირობით, რომ 73-ვეში უნდა შევთანხმდეთ. ხო? სადღაც თუ ვერ შევთანხმდებით, ნიკა, ხო? ხო, შესაძლებელია რომელიღაცა ოლქში ვერ შევთანხმდეთ. კონკურენცია გასაგებია. არა, იქ ისიც ხომ შეთანხმება, თუ გივიტყვით, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატს დაუჭერს ყველა ოპოზიციური პარტია. და უყურეთ თქვენ უკვე ამბობთ რომ 73 ანუ რეალურად განიხილავთ მოქმედი სისტემით არჩევნებს ყველა. ჩვენ ამისთვის საქმე წინ წავიგდეთ და ვემზადებით, ვინაიდან ეს არ არის 2 და 3 დღიანი მოლაპარაკების პროცესი. ბუნებრივია, ეხა ხედავთ რომ ხელისუფლება არც აპირებს ამის განხილვას და სიმართლე გითხრათ, თავის თავს ამნებს ამით. იმიტომ რომ არსებული საარჩევნო სისტემა იმ ფონზე, როდესაც ძირითადი ოპოზიციური პარტიები და არა მხოლოდ ძირითადი ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე, უფრო არასასიამოვნო სისტემა ხელისუფლებისათვის. ანუ რეალურად ეს იგივე პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, სადაც ოპოზიციური კანდიდატი არ წაართვებს ხმას ოპოზიციურ კანდიდატს. რა სტატუს quo ანუ მაგრამ ამაზე არ უნდა იყოს ხო შეთანხმება, უნდა იყოს სხვა საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები ციხეში. საარჩევნო ადმინისტრაცია ეს არის, ასე ვთქვათ, თემა მოლაპარაკებაში. არა, მაშინ როდესაც ჩვენ საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე გვქონდა მოლაპარაკება აქტიური, ჩვენ პარალელურად საკითხს არ ვაყენებდით საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. და სწორი იქნება ხა ამ წუთას საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი როგორც და საგანი როგორც მოლაპარაკებისა, მაშინ როდესაც საარჩევნო სისტემაზე თქვენს უარი, ჩემის აზრით დიდი ფუფუნება იქნება თავად ხელისუფლებისათვის. ამიტომ ეხლა რა საარჩევნო სისტემითაც არ უნდა გავიდეთ არჩევნებზე. ხელისუფლებას უბრალოდ მართლა არ ექნება შანსი გამარჯვებისა, არ ექნება მით უფრო, როდესაც ისინი თავად ატარებენ ერთი კვლევას, მეორე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ეუბნება, რომ ლეგიტიმურად ეს არჩევნები არ იქნება ცნობილი, ან არ იქნება და მესამე, რაც ყველაზე მეტად აშინებს ხელისუფლებას, იგი ფიქრობს, რომ მე რო ზამბარა დავჭიმო, თუ უკადრებელიც ვიკადრო და ამაში გამომიჭიროს მე ქვეყანაში, არ ვიცი, სხვადასხვა ტელევიზიებთან და ხალხმა დაინახოს მე როგორ გავაყალბე არჩევნები, ხო? ამას არ მაპატიებს და მომთხოვს მოსახლეობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რომელიც უნდა ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით და ესეც კი წამოვიდგინეთ რა ხელში შევშერა, ესეც კი გათვალეს და გთხოვდნენ ჩვენ რომ 150-თან დაკავშირებით, როდესაც წამოვიწყეს ეს უსაგნო საუბარი, ისეთ შევცვალოთ კონსტიტუციაში ჩანაწერი და თუ კი ვადამდელი იქნება არჩევნები, ისიც არ ჩატარდესო პროპორციული წესით. ერთი სიტყვით, ჩვენი გეგმა გვაქვს და ამ გეგმით მივდივართ ოპოზიციურ პარტიებს შორის. რა არის ეს გეგმა? ეს გეგმა არის, აი რაზეც გითხარით, შეთანხმება არა მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებზე. მაჟორიტარულ ოლქებზე შეიძლება მოსაბეზრებაში გაიტაცოს, მაგრამ ეს არის ინსტრუმენტი, ძალიან ეფექტური. კიდევ არის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. რას ვაკეთებთ გამარჯვების შემდეგ? როგორ გამარჯვებამდე როგორ? არა, როგორ მართავთ? რა აინტერესებს, რა იქნება ხშირად გაგიგონიათ ხო სხვა პარტიის წარმომადგენლების გარდა? ჯერ მითხარით საარჩევნო პროცესის კონტროლთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე შეთანხმება? ეს საგანია ასევე მოლაპარაკების და საუბრობთ ამაზე. როდესაც ჩვენ მივაღწევთ და მივალთ იმ წერტილამდე, სადაც ვიტყვით, რომ ყველა მინუს ოლიგარქი და არც ერთი მანდატი ოლიგარქს, ხო, ბუნებრივია, აქ იგულისხმება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. საერთო გაყალბებისთვის ბრძოლა მაჩვენებელია. სხვადასხვა შტაბები იქნება შექმნილი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ კი არ ვერთიანდებით, ხო, ჩვენ მოვლიგდებით და
ჩვენ ხელს ერთმანეთს არ შევუშლით. ნიკა ბატონ ბოკერიასთან ორ მოდელზე იყო საუბარი და ნუ ზირთად მან თქვა რომ სავარაუდო მოდელი არის, როდესაც შეთანხმება მოხდება ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ ჩამოვიშორეთ ივანიშვილი და შევთანხმდით სასამართლოზე ამ წუთისთვის ეს არის, შეიძლება კიდე რამე იყოს და ეს დროებითი მთავრობა ამას უცებ გააკეთებს და მე იქნება ჩვეულებრივი დემოკრატიული, სრულიად პროპორციული კონკურენტული არჩევნები. დიახ. თქვენ რას მეტყვით? ძალიან მნიშვნელოვანი არის ძირითადად რაზეც საუბრობ ჩვენ არის სამართლებრივი სისტემის რეფორმირებას როგორ ხედავთ ესა თუ ის პარტია და მე აქ ხედავ დიდ ალბათობას იმისა რომ შევთანხმდეთ ძირითად საკითხებზე ხა მაგალითად ხა ევროპულ საქართველოს ასე ვთქვათ ხედვა არის რომ ნათლისმსაჯულების ინსტიტუტი კიდევ უფრო გაძლიერდეს ხო არის წინადადებები რომ არჩევითი იყოს მოსამართლეები ყველა დონეზე ხო აქ ხა შესაძლებელია ყველაფერზე ვერ შევთანხმდეთ ხო მაგრამ რაღაცა კატეგორიის მოსამართლეები იყოს არჩეული მაგრამ სააპელაციო სასამართლოში მოწვეული დარჩეს მოსამართლეები მაგრამ ყველა დონეზე არ იყოს მოსამართლე არჩეული ამ ეტაპზე პროკურორებსაც შეეხება მაგალითად ჩვენი ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ წინადადება რომ საწყის ეტაპზე ოლქის პროკურორი იყოს არჩევითი კი ბატონო და არა ყველა პროკურორი იმიტომ რომ ხა ნუ რეალისტურადაც უნდა შევხედოთ ვითარებაზე და პოლიციის უფროსების არჩევითობაზეც საუბარი მაგრამ ეხლა მე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჩამოთვალე რომელიც განიხილება მაგრამ ყველაზე ვერ მიიღწევა შეთანხმება სასარგებლო ამ ინიციატივის სასარგებლო არგუმენტები და საწინააღმდეგო არგუმენტები და ამიტომაც საუბრობთ ერთმანეთში რომ 4 აპრილს რაზეც შევთანხმდებით ეხლა ბუნებრივია აინტერესებს ხო საზოგადოებას მე მაინტერესებს მაგალითად ძალიან ანუ თქვენც არ გამორიცხავთ ეგრეთ წოდებულ ორეტაპიან არჩევნებს ან დროებითი ადმინისტრაცია და შემდეგ არჩევნები თუმცა რა თქმა ეს არის მოლაპარაკები ჯერ კიდევ გასაგებია 4 აპრილს ამიტომ ჩავნიშნეთ და 4 აპრილი ეხლა რატო არა 4 მარტს არა ხო ეს უნდა გითხოთ ხო რატო არა 4 აპრილს ანუ თქვენი მომხრეების უკმაყოფილებაც გამოიწვია შემდეგ ნუ პირადად ჩემთვის სულად რაციონალურია იმიტომ რომ თუ დიდი რამე უნდა მოხდეს რასაც წინ უნდა უძღოდეს არა მხოლოდ ორგანიზება აი ამ რაღაცის შეკრების არამედ რაღაცა მოდი ასე ვთქვათ იდეოლოგიური რაღაცა საკითხების გადაწყვეტა და ამის გაცხადება, ნუ ამას ცხადია რომ დრო ჭირდება და არ მგონია რომ თან ძალიან დიდი დრო იყოს 4 აპრილამდე. ეს ჩემი პოზიცია. ეხლა თქვენ მითხარით რატომ 4 აპრილი? ეხლა დაგეთახობით, ამიტომაც ავიღეთ გონივრული ვადა, ჩვენ თავი დავიზღვიეთ და ამიტომაც არ დავნიშნეთ მაგალითად აქცია 4 მარტს, იმიტომ 4 აპრილისთვის ჩვენ ბევრ საკითხზე უნდა გქონდეს კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები. და ამის შესახებ უნდა საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის გულში და მე პირადად გონია იდეალური იქნება რომ იქვე რუსთაველის განზრახ 4 აპრილს მოხდეს ამ ასე ვთქვათ გადაწყვეტილი საკითხების პრეზენტაცია და არა მხოლოდ რა თქმა უნდა მაჟორიტარულ კანდიდატურაში ვინცად დადგება ხო და ესეც მოხდეს ანუ 73 კაცი დასახელდეს მაგალითად მე ვფიქრობ რომ ძირითად ოლქებში კანდიდატებზე შეთანხმება ასე მოვასწრებთ 4 აპრილამდე და მე ვფიქრობ რომ ეს 4 აპრილსაც უნდა მოხდეს, მაგრამ არა მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებში ვინ დადგება, სად დადგება და ასე შემდეგ. აი რაზეც ვისაუბროთ ეხლა მაგალითად ხედვა, როგორ უნდა გამართულად იმართებოდეს სახელმწიფო, მას შემდეგ რაც აი ეს ხალხი, ოპოზიცია და აი მაგალითად რა შეთანხმებები იქნება პირობითად აი სასამართლო ხელისუფლებაში. რაზე შეიძლება კიდე იყოს შეთანხმება? რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ რომ ესაც ჩამოთვალე ძალიან ფუნდამენტური საკითხებია ხო ანუ საუბარია სასამართლო სისტემა სამართლებრივი სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც აქვს ამას ძალიან ბევრი პლუსი მაგრამ აქვს ხარვეზების და ამ ხარვეზებს მუშაობთ ამიტომ ის რომ იცით რა დღეს არის ოპოზიცია სუსტია მესმის ალაგალად საუბარი დღეს ხალხი აქციებზე არ გამოდის მაპატიეთ რა ხა დღევანდელმა ოპოზიციამ ხალხი აქციებს დღევანდელ ოპოზიციამ მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა რომ ხალხთან ერთად რა თქმა უნდა რომ დღევანდელ დღემდე მოსულიყავით ისე როგორც მოვედით დიდი დანაკლისით გულისხმობ ხა ბევრი დევნილობაშია და ბევრი პატიმრობაშია და ბევრი კიდე რავი შესაძლებელია კიდე გახდეს ამ პატიმარი ან დევნილი ვეღაც გახდება პასპორტებიც აღარ არსებობს რომ გვინდოდეს სად უნდა გავიქცეთ ხო ნიკა არ ზვაპირებთ მაგრამ ამიტომ ეს უსამართლო მეორეც არის 8 თვე წინ ჩემ პოზიციასაც ვიტყვით შეიძლება რა ჯერ ერთი და ოპოზიციის სისტემასთან დაკავშირებით არ ვიზიარებ ამას, იმიტომ რომ არასდროს ამ ქვეყანაში ოპოზიცია არ ყოფილა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არასდროს არ ყოლია უზურპატორი ხელისუფლებაში. ეს არ მომხდარა. ყავდა ცუდი და კარგი ხელისუფლები, მაგრამ არ ყოლია ადამიანები, ვინც ოპოზიციის წევრებს პრაქტიკულად ყველას იჭერს. ერთი, მეორე. ასეთი პასუხისმგებლობიანი გაერთიანებებიც ჩვენ არ გვინახავს, მეგობრებო.
თან ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი და ბოლოს ბევრი ადამიანი მიტინგებზე, ბევრი ადამიანი არ ყოფილა ვარდების რევოლუციაზე, იმ გაგებით რა გაგებითაც დღეს ლაპარაკობენ, მაგრამ ამან შედეგი მოიტანა. ბევრი ადამიანი 21 საუკუნის 20-იან წლებში, სადაც ყველა ადამიანი არის smartphone-ი, ძალიან რთული წარმოსადგენია და არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, ასევე რომ განსხვავებით იმ წლებისგან, სადაც მიტინგები პრაქტიკულად შუქდებოდა როგორც მოვლენა, დღეს მიტინგები შუქდება პრაქტიკულად როგორც live რეჟიმი, ხო? ანუ მოვლენა თავიდან ბოლომდე გამოსვლებით, ხალხით და ასე შემდეგ. ამიტომ ან სატელევიზიო ყურებადობაზე უნდა ვთქვათ უარი და მე გეუბნებით რომ მაგალითად ჩვენმა არხმა, ორმა კრიტიკულმა არხმა კიდევ რომ გამორთოს მიტინგების გაშუქება, 2-3 მიტინგის მერე გაცილებით ბევრი ხალხი მოვა, მაგრამ ამ გაწყვეტილებას ჩვენ არ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ თავებს არ ვითვლით და ადამიანები არ ითვლიან თავებს. თუ ითვლის ბიძინა ივანიშვილი, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ჩვენი თავები უზრუნველყოთ, რომ ტელეფონები და ტელევიზორები გამორთონ და მივიდნენ თვითონ. ამის იძულება და არც იმის მოლოდინი უნდა იყოს, რომ მუდმივად ელოდებოდე 30-50,000 კაციან აქციებს და ამის საჭიროებაც ახლა აი ამ წუთას სიმულტანეურად მეგეუბნებით არ არის ზარდი უნდა იყოს ეს კამპანია 8 წლებს წინ და რესურსები უნდა გადავანაწილოთ 4 აპრილი ხო გესმის თარიღი გამოკიდეთ მოლოდინები კამპანიის ბოლოს დაგვითავო რამდენი ვიქნებით მართლაც გარეთ რამდენი კი ბატონო ახლა გარეთ კი ბატონო ხო ნიკა სხვა რა გაკითხა 4 აპრილი თარიღის გამოკიდებას ხო ჩვენ ამ რისკებს შეიცავს ან მოლოდინი გაიზარდა ადამიანების რაოდენობას ამას ხო ცნობიერებთ კი ბატონო, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე დატვირთვა, უმნიშვნელოვანესი დატვირთვა 4 აპრილის ასე ვთქვათ შეკრებას. ბევრი რამ უნდა მოისმინონ. კი არა. ის საინფორმაციო პროცესს მოსულმა ხალხმა და თქვენი მეშვეობით, ანუ მედიის მეშვეობითაც. ანუ რეალურად ეს არის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. მე ასე ვხედავ და 5 აპრილიდან რეალურად საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს და დაიწყება კიდევ. ნიკა, მოდი თქვენი პირადი საკითხებით დავასრულოთ. მე არ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას. რას ნიშნავს? ეხლა მე როდესაც ეს ფრაზა ვთქვი, მე განსაკუთრებით გიგუგულოს დაკავების შემდეგ ნიკა მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, განგებდა, გავაკეთე განცხადება ბათუმში საკონსტიტუციო ჯერ სასამართლოსა და მე სასამართლოში ეცით რა არის არ დავემორჩილები, როდესაც ვამბობ მე ამით გავაპროტესტებ იმ შემთხვევაში თუ მართლაც თავზე ხელი აიღეს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე და იმ საქმეზე იმ საქმეზე რომელსაც ახლა 7 წლის განმავლობაში იხილავდნენ და 2 თვის წინ აგერ რუსეთის სასამართლომაც კი ვერ გამოვიტანა გამოტყობა განაჩენი ხო და გამამართლა ხო და ახლა ასაჩივრებენ და ერთ-ერთ ყველაზე მორჩილ მოსამართლეს დააწერეს გვარადა სახელად ვერქვია ლომიძეს და იქ გამოვიტანს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ხო? მე არ დამორჩილებ, მხოლოდ სანქცია არის პატიმრობა, ეს მოხდის. მე არ დამორჩილებით გავაპროტესტებ სასამართლოს არარსებობას ქვეყანაში და როგორ თუ რა თქმა უნდა ნაფიქრი მაქვს, ანუ არ მიტყვით ნაფიქრი მაქვს, უბრალოდ არ მინდა ცხოვრება გაუადვილო პოლიტიკური ივანიშვილს და უთხრა. ციხეში არ წახვალთ მარტივად რო კითხოთ? გავაპროტესტებ და არ დამორჩილებად ეხაც და პროტესტება პრაქტიკულად სინონიმი შეგვიძლია ასე ჩავთვალოთ. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ გიგი უგულავას ელაპარაკებოდნენ და მან თვითონ აირჩია ციხეში წასვლა. თქვენ სხვა არ გელაპარაკებიან შემთხვევაში. აჩიკო ჯერტიც ნახეთ რამხელა რა არ მინდა ვიყო მწვავე აი ბოლო დროს ვცდილობ რაც არ უნდა საზღვრობა მოვისმინო ვიყო კორექტული, არ ვიცი რა დამემართ, ალბათ გავიზარდე, ასაკი მომემატა და ადრე პირი გამოხდებოდი ხოლმე შავლიდან და საოცრებას ვიზახდი. და ეხლა ჯერიც არანაირი წინადადება პროკურატურისგან არ ქონია გიგი უგულავას. მე გიგის ვესაუბრე და გიგისგან ვიცი უშუალოდ სხვა არხით მას შეუთვალეს. სხვა არხით შეუთვალეს და ეხლა მოვივლია საქართველოს თბილისია და ყველა რაღაცას ვერ გავიგებთ ამას. და ნახეთ რა უთხრეს. უთხრეს რომ აღიარე ბრალი იმ საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა გამოსცეს მოსამართლემ, მიმდინარე საქმეა, ჯერ ერთ თვეში თუ თვენახეობაში აგერ წოდებული რიჟას საქმე. იმ საქმეზე აღიარეო ბრალიო, დაკარდა გიჭერთო. თალაკვაძემ რა თქვა, თითქოს ამ საქმის ფარგლებში თხოვდნენ კარგით, ეხლა რატომ უნდა იღიარებიან? ესეთი утიფარია ბატონი თალაკვაძე. თქვენთან არ მიდის ეგეთ მოლაპარაკებები?
აი სხვა არხები ჩემოთვლები. არა, აუცილებლად შემთხვევაში არჩევნები რა იყო და მათთვის არჩევნები სასამართლო გადაწყვეტილებას გამოცხადებამდე ხა წინა დღით რომელ მესენჯერს და რომელ ასე ვთქვათ მოციქულს გამოაგზავნენ ეს არ ვიცი, მაგრამ ამ დღის მდგომარეობით მსგავსი არაფერი არ ყოფილა. და რა, ირაკლი ოქროშიძეს იგივე შემოთვლა არ გაუკეთე ეს თავად ეთერში მოყვა, როდესაც პარიზში იყო, მან განაცხადა რომ მე შემომითვალეს, არ ჩამოხვიდე, თორე დაგიჭერო. და როცა აპირებდა უკვე ბილეთი ქონდა აღებული და ჩამოდიოდა და წინა დღე დაუჭირეს საკუთარი მეგობარი, რომელიც კოშაძე, რომელიც ციხეში ყავს. ჩვენ დაგვავიწყდა დღეს საუბრობდი მეგობართან და გავახსენდა აი ესეთი აქტიურ ფაზაში, როდის შევიდა ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიების ლიდერებზე დევნისა. პატა ბურჟუათ დაიწყეს, თუ გახსოვთ. აი პატა ბურჟუაზე აი როგორც პოლიტიკოს სხვა რა ხდება ბიძინა ივანიშვილი და მარტო ყველაზე საყვარელი ადამიანი, როდესაც გადაწყვიტა რომ პოლიტიკაში შემოსულიყო დაიწყეს ის რა დაიწყეს. პატა ბურჭულაძე ამ ადამიანისთვის ყველა საფრთხე არის, მაგრამ ნუ ვერ მოგვერია ფაქტია. იმიტომ რომ ის რო ეხლა ციხეებში წავალთ ჩვენ და ამით ეხლა პენსიონერი ბედნიერი გახდება, ან სოციალურად დაუცველია. მაგრამ როგორი არის აღქმა პენსიონერების? აი თქვენ ახლა თქვით რომ პენსიონერი ბედნიერი არ გახდება მე როცა მეცით არის ეხლა ვარ მოქმედი პოლიტიკოსი და მეტნაკლებად ეხლა იგივე ამორჩევალს რომელსაც აინტერესებს მეტნაკლებად მეძება შესაძლებლობა შეზღუდული, მაგრამ გადაადგილების, ხო? ეხლა ბათუმში ვიყავი და რაღაცა ურთიერთობაც ჰქონდა მოსახლეობასთან, ხო? ნუ აი გეუბნებით შეუძლებელი არის სხვაგვარი შედეგი დადგეს არჩევნების დღეს, ვიდრე ოცნების დამარცხება. შეუძლებელი არის. ბევრი ამას საჯაროდ აფიქსირებს და ბევრი ემზადება მოსახლეობას ხალხს გულისხმობ, ქართულ ხალხს ემზადება ხელისუფლებისათვის შეთქმულების მოსაწყობად. ისინი ხედავენ დიახაც ბიულეტენში ძალას. ანუ ამჯერად უკვე თავისი პასტებით თქვენ სასარგებლოდ წავედით, ესე ფიქრობ? კარგი, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა და წარმატებები. ძალიან რთული პროცესი გელით, მე მესმის რას ნიშნავს, როდესაც პირადი საკითხის. აი ცოტა ბიზნესში ისეც კი მოახერხა, რომ გაგვიჯერდა უკვე პერსპექტივა ციხეში წასვლის. არავის აღარ ეშინია. რუტინა გახდა, კი ბატონო. არავის აღარ ეშინია ციხეში წასვლის, მithom როცა მართალი ხარ. როდესაც ზურგს გიმაგრებს სიმართლე, ეხლა 4 კედება როგორ უნდა შეგაშინოს? ციხეს აღარ გავს. არა, შეუძლებელი არის. პირიქით ვფიქრობ, რომ თუ ჭკუა ეყოფა. თქვენ რას მიპასუხებდით ამ ინტერაქტივს ბატონიკა? ხედავთ მარგველაში თქვენ რიგებში, ანუ მე არ გულისხმობ პარტიას. ოპოზიციასთან ედუარდ შევარდნაძეს რო ყოფილიყო ცოცხალი. თქვენი სურვილი მაინტერესებს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში პირადშიც და ასე ვთქვათ პარტიულშიც და საზოგადოებრივშიც ნამდვილად ერთად, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი არჩევანისთვის, დასავლური სამყაროსთვის, ჩრდილოეთის წინააღმდეგ. ჩვენს ინტერაქტივს დავაჯამებ 95% მიიჩნევს, რომ დიახ ის ხედავს მესამე და მეოთხე პრეზიდენტებს ერთობლივ ბრძოლაში ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ 2.5% ამას ან ვერ ხედავს, ან ვერც ერთს ვერ ხედავს, ვერც ერთის ადგილს ვერ ხედავს ქართულ პოლიტიკაში. ეს იყო მთავარი აქცენტები, მთავარი პოლიტიკური ძალების ლიდერებთან და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან წარმატებას გისურვებთ, დარჩით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება. ეს მთავარი აქცენტები და მთავარი არხი.